ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქალბატონ ნინო ჯარგიაშვილი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად. ძალიან აქტიური ხარ ერთ-ერთ კონკრეტულ თემაზე, ეს არის მარეგულირებელმა რომ დააწესა. ძალიან საინტერესო კანონი მოიგონა. მე აღფრთოვანებული ვარ, იმდენად ნიჭიერები არიან, რომ მოიფიქრეს ესეთი კანონი, რომ ნებისმიერ კომპანიაში ეს მარეგულირებელს, რომელიც ეკუთვნის თუ როგორც არის, შეუძლიათ თუ შევიდნენ და დროებითი მართველი შეიყვანონ. მაგალითად ტელევიზიაში, ხო ესეა, ხო ნინო? ბექაური გვიმტკიცებს, რომ ასე არ არის, მაგრამ სინამდვილეში ასეა. სინამდვილეში ასე, ხო? ანუ თვითონ ამბობს სიტყვაზე უნდა მენდოთო, რომ ესე არ არის. მაგარი კაცია. გამოცდილება მაქვს მწარე, არა მხოლოდ მე მგონი თქვენ სარხსაც და სხვადასხვა არხებსაც და ზუსტად ვიცით, რომ როგორ არის იცი ეს წლები, რომ კანონში თქვა წერა რაღაც, რომ აი ეს ასეა. ბექაურ შეუძლია დაწეროს წერილი და თქვას რომ კანონში კი წერია ესე, მაგრამ სინამდვილეში ხა ესე კი არ არის მაინდა-მაინც. ანუ ამის გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ეს დაგროვილი გვაქვს საქმეები. ყველა ტელევიზიას უბრალოდ ეხა კარგი ამბავი ის მოხდა, რომ აქამდე თუ რაღაცა ნაწილი, ვთქვათ, მე, თქვენი თამთა მურადაშვილი იურისტი, ვთქვათ, სხვა არხების იურისტები აი ესე გაოგნებულები ერთმანეთს უყურებდით ხომ და მოვთქვავდით რომ გაგიჟდა ეს კაცო რასაკეთებს და ფართო საზოგადოებას ვერ ვაგებინებდით, იმიტომ რომ იქ ნუ კანონის ამადა მუხლით რომ უხსნი ხალხს არ ესმის და არც უნდა ესმოდეს წესით, ხო და სასამართლო დარბაზებში ვსკტებოდით გულზე და ვიყავით ერთ ამბავში და ეხლა ისე მოხდა რომ აი ყველამ ძალიან მარტივად გაიგო ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. ყველამ და თან ისეთი ამბავი მოხდა რომ ბოლოს უკვე მე ვიჯექი აი ასე და ვუყურებდი ირაკლი რუხაძე როგორ კიო და ბოლო ხმაზე აღარაფერს ვამბობ ზღადელი ხო? აღარაფერს ვამბობ ჯოხთაბერიძეს რომელიც ნუ აი რო ლაპარაკობდა ჩვენ უკან ვისხდით და აი ესე ტაშს უკრავდით ისეთ კაი რამებს ამბობდა ანუ ბექაური თან ნიჭიერიც არის ამავე დროს რა და მოახერხა ის რომ აი ივანიშვილის რა ვიცი სათუთი გულში რო ატარებს ისეთი ერთმანეთს რო გულში ატარებენ იმედის მფლობელი რუხაძე ვინც არის ის და იძინა ივანიშვილი ბექაურმა მოახერხა ისეთი კანონი მოიგონა რომ აი ირაკლი რუხაძე ლანძღავდა ჩემი ვორდინგით ნინო ჯანგირაშვილის ვორდინგით კრეტინიზმი იდიოტიზმი სიგიჟე აი ესეთ რაღაცებს ეძახ ნუ მაგრამ მაინც გაიტანა ანუ ესე იგი კომპანიების ხელში ჩაგდების ყველაზე ესეთი აი როგორ გითხრათ ესე რომ თქვა ჟარგონი საკაიფო სქემა არის ჩემი თუ არ გჯერათ აი ჯოხთაბერიძეს კითხეთ კაცო ეგეთი რამე თქვა ეგეთი რამე თქვა ღამის პირველ საათზე განიხილავდნენ თან კომიტეტში და კაცო მიშას რო ეს კანონი ქონოდაო ჩემი დაჭერა კი აღარ დაჭირდებოდაო ისე წამართმევდა ამ კომპანიას ტიპებმა ხმა მიცეს კანონს რომელიც აი კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია ჩვეულებრივი სასამართლოში გასაჩივრება ვეღარ აჩერებს ამ ბექაურის ბრძანებებს ანუ შეიძლება გადაწყვიტოს რომ დაგშალოს ნაწილ-ნაწილ კომპანია შემოვარდეს ანუ იმ დირექტორს შეუძლია რომ დირექტორი გადააყენოს თანამშრომლებს ხელფასი არ მიცეს დივიდენდი არ გაცეს გაიტანოს კომპანია გააყიდოს დაშალოს გააუბედუროს ოღონდ შენ ჩივი ამ დროს შენ ჩივი ოღონდ ვერ აჩერებ ამას და 3 წლის მერე თუ მოიგებ თეორიულად ხო ნუ შეიძლება რაღაცა 20-ლარიანი კომპანია ერთი კაბელი შეიძლება მიუსწრო რა გასაყიდ ყველაზე მაგარი რა იყო იცი რომ ბექაური ამბობდა კომიტეტზე რომ ჩვენ ვამყოფს იმიტომ ვიღებთო რომ ჩვენი საკომუნიკაციო ბაზარი განვითარდესო და აქ ჰაბი უნდა გავხადოთო საკომუნიკაციო ჰაბია ინვესტიციები მაგარი ჰაბია აქ გავარდება გარეთ მოკლედ ხა ბექაურზე ბევრი საუბარი არ ღირს ხა ამ გადაცემაში მაგრამ დღეს ამას იქით ხა უკვე მიიღეს მეორე მოსმენით და ნუ მიიღებს პარლამენტი კაცო ვინ დაუშლის აქეთ ინვესტორი არ გამოიხედავს არასოდეს. დაკანონებული ბიზნესის ზეწოლა არის ძალიან მარტივად, ანუ ეს არ ითვლება უკვე ბიზნესის ზეწოლად ეს არის. არა, კანონიერია და ეხლა ეგ რაღა ზეწოლაა, როცა კანონიერია. თქვენთან ტელევიზიაში რა ხდება, როგორ აქვს საქმე? ახლა პანდემიის დროს გიყურებდით, სულ სახში ვიყავი და მაგ დროს პოსტპანდემიურ ეტაპზე. კავკასიაში ვიყურებდი ხოლმე.
ხო და ნუ აი ბევრ რაღაცაზე წუხდი. თავარ პრობლემები ალბათ მონიშნე. ისეთ რაღაცებზე წუხდით, ხო რა იყო. რომელზეც მეც წუხდი, მაგრამ ნუ მე ჩემი გადაცემითაც ვლაპარაკობდი, მაგრამ ნუ თქვენი გადაცემით უფრო მეტი მოთხოვნა. დაახლოებით ხვდები ვისაც გულისხმობ ის გადაცემას გულისხმობ. არა, ხო, მაგრამ არა, ამ თემზე მეც წუხდი ხოლმე ჩემს გადაცემაში. პრინციპში მე კი არა მთელი ევროპა წუხდა ვიცი ხა საითაც მიდიხარ, მაგალითად ელიავას გახსნა რუბილნიკი რომ არა, ელიავას გახსნას მე ვითხოვდი, სასტიკად ჭირდებოდა რაღაცები მქონდა სტუდიის გასაკეთებელი და ნუ აი არ ვიცი, გისგავდი და ნუ ხა პარიკმახერებს რაც შეეხება და სალონებს ევროპაში გამოკითხვა ჩაატარეს პანდემიის დროს და ნახევარზე მეტი ამბობდა რომ ყველაზე მეტად ოცნებობს როდის გაიხსნება სალონები. ასე რომ მარტო არ ვიყავით ამ ამბავში, არც აკუბარდია, არც შენ და არა. პარიკმახეროებია თუ სალონებს გახსენით ხალხო თქვენ მაგ შესაგრეში თუ ხედავთ ახარია იდიოტობა წამყვანები იყვნენ მაგ დროს ძალიან შავ დღეში ტელევიზიის წამყვანები იმიტომ რომ ნუ ხა აი სხვა იulis ისე მაგრამ წამყვანი უკვე ხა ვიღაცებს უკვე ისე გაეზარდათ თმები რომ კადრში ვეღარ ეტეოდნენ და ვარც აგონებელში წერს თენგო გოგოტიშვილი გოგო მე გასწავლის საწავიდე საკუბარდიაო და ნუ რაღაცა მოკლედ სახში იატაკქვეშ მომსახურებას პარიკმახერი იატაკქვეში და რო იცოდეთ ჟურნალისტები იქ სარგებლობდნენ ამ მომსახურებით. ნუ ხა პრინციპში მასე ჯანდაცვის მინისტრი დასაჯარიმებელია, იმიტომ რომ ყოველ დღე დადიოდა ისეთი ვარცხნილობით მთელი პანდემია, რომ აი ძალიან რო ეთყობა რომ სალონში აი ძალიან რა არის ვარცხნილობა და ვარცხნილობა ხო ნუ ხა ზოგს ეთყობა, იმას ზუსტად ეთყობოდა რა. ესე ამ ხო აი რაღაცნაირად ორად შეიძლება ასე შენით ვერ დაიყენებ ესე რა იქ ბოდიში და ნაჩოსი და იქ ლაკი და რაღაცა ვერ ქალები ხვდებით ხო ხო ქალებმა ვიცით ეგამავი და მოკლედ ეს ქალი დადის რა სადღაც და ყველა მაგას კითხულობდა სხვათა შორის ნაცი კოცი ყველა და ვერ გავიგეთ ბოლომდე მოკლედ აქ გამოძიებაა ჩასტარებელი მაგრამ თენგომ წერს რომ ბიჭო ჩემ საქოსთან მივიდესო აქუო საქო ბატონი საქო არის გადასარევი ოსტატი ასე ვთქვათ და ნუ ბოლოს მოხდა ესე რომ აქუ დავიდა საქოსთან ნახონ კაი ხანს ვამოწმებდი რომ რაღაცა კორონაზე ხო კარგად არის და სიცხე ხო არა აქვს იმიტომ რომ მე როგორ იქნებოდა საქოს კლასტერი მედიაში თენგო გოგოტი საქოს კლასტერი ანუ გადავრჩით საბოლოოდ საქოს კლასტერს კავკასიას მუდმივად ადევს ხოლმე ინკასო კი ხო სულ ინკასო გაქვთ რა ჩვენც ესე ხო ეხლა არ გვაქვს ეხლა არ რაღაცა ინკასოს გვაქვს ალანი ინკასოს შვილები ვართ იმიტომ რომ ახლა ხო არის კომპანიები რომლებიც არ იხდიან თანხას ხო რაღაც დავალიანებები თქვენ შემთხვევაში არ არის მაგალითად რომ გადაგინაწილონ მაინც რო აი კი აი ხა გადამინაწილეს 10 თვეზე 10 თვეზე კი ელექტრონულად დავალიანები ხა რაც მაგ პატარა 29000 ლარი გადამინაწილეს 10 თვეზე და ისეთი ბედნიერი ვარ ოღონდ პრინციპში არ არის ცუდი ხალხი ამ შემოსავლების სამსახურში აი პანდემია რო დაიწყო დამირეკეს რომ აიო გახარია ხო თქვა რომ ბიზნესებსო რაღაცა შეღავათებსო მივცემთო რაღაცებს გამოვაცხადებთო და მობძანდითო ჩვენთანო და ვიფიქრე რომ ეხა რაღაცა ბიზნესის შეღავათებში მეც გავდივარ ალბათ და მივედი და ვიყავი მარტო და მითხრეს რომ აი ჩვენო გადავწყვიტეთო რომ ბიზნესო ნუ ედიასო შეღავათები გავუკეთოთო და აიო თქვენცო 1 ოქტომბრამდეო რა დავალიანებაც გქონდათო იმასო 5 წელზე გადაგინაწილებთო. რამდენი მქონდა მეთქი 1 ოქტომბრამდე აღარ მახსოვს ზუსტად. აი 10000 ლარი გქონდათო. 10000 ლარს გინაწილებდნენ 10000 ლარს მინაწილებდნენ 5 წელზე. ოღონდ რატო? აი იმედს და რუსთავს რო აქვთ და მაესტროს 55 მილიონი. მოკლედ იმის გადანაწილება უნდათ არა მარტო 5 წელზე, არამედ საერთოდაც 10 წელზე უნდათ და პატიება უნდათ და წვალობენ. ხვდები რომ იქ ახლა ჯანგირაშვილი აკიულდება, ახლა იქ ვიღაცა აკიულდება და თავის ჭკუით გათვალეს რომ ახლა მე რო ამ 10000 ლარს გადამინაწილებენ 5 წელზე. იმდენად ბედნიერი ვიქნები რომ მე იმედს და რუსთავს რომ უკვე 60-მდე ავიდა მე მგონი ის ვალი. იმას რო გადაუნაწილებენ 5 წელზე ნუ აი აბსოლუტურად ბედნიერი ვიქნები მოთხარ დიდი მადლობა არ მინდა კარგად ბრძანდებოდა და წამოვედი მოკლედ მაგრამ აი დიდი ეჭვი მაქვს რომ იმათ უკვე გადაუნაწილეს ის 60 მილიონი იცი რა არის ყველაზე დიდი წლოვანების ტელევიზია არის კავკასია კი ანუ პირველ არხს თუ არ ჩავთვლით ძალიან დიდი ანუ ძალიან ხანში შესული ტელევიზია. ამდენი წლის ხართ ესე იგი დაახლოებით 26-ის. 26. მან და რუსთავი რტოლები. ხო, მაგრამ სულ ახსოვს რა, კავკასია. ყველა ტელევიზიაზე წესით უნდა იცოდე რაღაცეები, იმიტომ რომ შენ ახლა ძალიან ესე სტაჟიანი. ნუ მეტნაკლებად ვიცი. მუშაკი ხარ, ხო. მეტნაკლებად.
იცი რა მინდა გქხოვო, სანამ რაღაცა თემებზე გადავალთ სასაუბრად, მინდა ერთი პატარა რაღაცა ესეთი გამოცანები წაგიკითხო. თუ გამოიცნობ, ჩემთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. კარგი. ხო, ნუ ახლა ძალიან ჩამჭრელი თუ არის. ჩამჭრელები არ არის. აი. აბაგის. როგორ უნდა გადავიყვანოთ ერთი ნავით, ერთი ნაპირიდან მეორეზე მთავარი არხის ჟურნალისტი, იმედი ჟურნალისტი და მგელი. ის რომ ერთმანეთი არ დაჭამონ. პრინციპში საფრთხე არ არის, ესენი ისეთ იზამენ რომ გელი გააშველებს ალბათ, რა ვიცი, ან პასუხი გავწა. პასუხი არის ჩემი ესეთი. თავარი არხი და იმედი ერთად არის. პირველები გადაგყავს მგელი და იმედი. ხო და თუ ერთმანეთი დაჭამეს, მე მთავარი არხი გააშუქებს ამას ექსკლუზივად. ასე იქნება. ხო, ეგეც კარგი ვერსიაა. ვაზის უბანში კაცი საღამოს უყურებდა ტელევიზორს, კონკრეტულად ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ თოქ-შოუს, გადაცემის შუა ნაწილში ტელევიზორმა ჩვენებას აურია, ნაპერწკლები გაყარა და მარჯვენა ქვედა კუთხეში რაღაც გარეთ გამოაგდო. რა მოხდა? ცოტა აბსურდული არის, მაგრამ მაინც. ბევრი თუ გინდა, ბევრი არ გაფიქრე, პირდაპირ პასუხს გეტყვი. მითხარი რა. ინტერაქტივში კითხვა იყო დასმული, არის თუ არა ნაცმოძრაობა ამის მომასწავლებელი და დიახმა გამოხეთქავდა. ანუ დიახ დიდი პროცენტი აქვს დიახ. ხო არა, მაგას ვერ მოვიფიქრებდი ვერასოდეს. თქვენ, ნინო, აი. A პუნქტიდან 15 კმ/სთ სიჩქარით დაიძარით კავკასიის ტელევიზიისკენ. ასევე იგივე დროს B პუნქტიდან კავკასიის ტელევიზიის მიმართულებით დაიძრა ბატონი დავით აქუბარდი. რომელი მიასწრებს ტელევიზიასთან მისვლას და გახსნის ოფისს. ფეხით თუ მანქანით? გინდა მანქანით, გინდა ფეხით რა. მანქანით აქუბარდია მიმასწრებს. არა. გელბახიანი, იმიტომ რომ გუშინით. ხონა დღეს იქ დარჩა. შინიდან გაგვიღებს, ხო? ხო. რითმოცანები ესე დავარქვი რა. დაასრულეთ ლექსი. რეიტინგის მამა არის, მუდამ დაზაგრულია, 60 ზომა ფეხსაცმელზე თითქოს გამობმულია. მე არ ვიცი, რა ვაკეთო. როგორ არის ხა? ტევე პირველზე რო გადავიდა აქედან. ნოდარი? არა, ნოდარი არ არის სწორი. სწორი პასუხი ნოდარ, მელაძე, ეს არის. იცი რა უნდა კითხოდინო, ანუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა. ხა თუ შენ ყველაზე კარგად იცი, იმიტომ ხშირად იყო ხოლმე. დაუვიწყარია. თან სტუმრად მოდიოდა ხოლმე, მაშინ თავისუფლად მოდიოდა, ხო, ესე სანამ არ კი, ანუ რა შემოვიდა ჯერ გაგლანძღა, მე აღარ გლანძღავდა და მე ხელისუფლებაში რომ მოვიდა, რაღაც ერთ წელში ისევ დაიწყო. ისევ დაიწყო. შენ პირველად საათს როგორ გაიგე თვითონ ბიძინას შემოსვლა, ანუ ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლა. ნუ არავინ არ ელოდა, ხო? მართლა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მე მით უმეტეს ახლა საიდან ვიცოდი. მოკლედ 2011 წელს ვარ პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში. და ნუ იქ როგორი ამბავია, იცი რომ Facebook-ი არ ვიცი დღეს როგორ არის, მაგრამ მაშინ აკრძალული იყო. Facebook-ში ვერ შევდივარ და ნუ ქუჩაში როუმინგის ინტერნეტი არ მაქვს ჩართული, იმიტომ რომ ნუ რაღაც ახლა კიდე ნორმალური გახდა ფასების შედარებით, მაშინ სასწაული იყო, მანქანის ფასი ჩდებოდა. მივდივარ რაღაც საქმეზე რა და უცებ შემოვდი ზარები, მესიჯები, ჟურნალისტები მირეკავენ და ქაუტონინო რა კომენტარს გააკეთებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე. რა განცხადებაზე ვეკითხე? აი კავკასიაზე და მაესტროზე რო განცხადება გააკეთა. ფიქრობ რა გააკეთა ამ კაცმა? რატო გააკეთა? რა შუაში ვარ, არ მინახავს, არ ვიცნობ, არ მიცნობ. რა უნდა? და ნუ მოკლედ იმდენმა დამირეკა რომ შევწუხდი და მოიცა რატო გააკეთა მეთქი და პოლიტიკაში მოვიდაო ივანიშვილიო. და პირველ თქვენში გავიდა. რა მეთქი რა პოლიტიკაში მოვიდა? ნუ ვიგებრო თან პოლიტიკაში მოვიდა და თან კავკასიაზე განცხადება გააკეთა. ნუ რა ხდება მეთქი ჩემსაც და ეხა როგორია რომ სასტუმრომდე საღამომდე მოიცადო და დავინახე კომპიუტერების მაღაზია. შევვარდი. ვეუბნები რომ ნუ ლეპტოპის ყიდვა მინდა მეთქი, თუ შეიძლება მომაწოდეთ თქო. რა თქმა უნდა, ეგრევე ნუ Wi-Fi-ის პაროლი თუ შეიძლება დავიდე ეს ლეპტოპი და შევედი ქართულ სააგენტოებზე და ბიჭო გავხსენი წერილი და არის ძალიან გრძელი. ხო გახსოვთ რა მსიგზე წერილებს წერდა რა და ნუ დავიწყე კითხვა. და ნუ იქ წერს რომ ხო კავკასია და მაესტროს სინამდვილეში ის კი არ არიან კაცო მიშას ოპოზიცია უბრალოდ ხალხს რაღაცა ყვამს უშვებენ ბოლს უშვებენ და ხალხს თავს ნაცარს აყრიან გამოგლანძღა კარგად და ნუ თავარი ის არის რომ მე ვკითხულობ ლამის ნახევარი საათი და ეს კონსულტანტი დგას და კიდე რამე ხო არ გინდა და მე რაღაც ალბათ რაღაცებს ვეკითხები რომ აბა იქნება ესე აბა იქნება ვითომ ათვალიერე და ასე დგას ნუ მელოდება რა ნუ როგორღაც ჩავამთავრე ეს ყველაფერი მივხვდი რას მერჩოდა და ხალხი რაზე მირეკავდა
და ბოლოს კიდე რაღაცების დილობის გულისთვის ვკითხე რომ რაღაც ეს როგორ არის რამდენი გიგაბაიტი ესა ისა და ნუ დიდი მადლობა გამოგივლითქო და მიგეცი ეს ჩინელი კონსულტანტი მედგა ასე გამოგივლით აი ძალიან მაგრად მახსოვს მაგის პოლიტიკაში მოსვლა ბიზნეს წასვლა რამდენად ანუ რამდენად მიგაჩნიათ რომ არის რეალური თქვენ არჩევნების გზით ნუ არ ვიცი ახლა რა ვიცი ხა ჩემი აზრით ბატონი ბიძინი უკვე წასულია უბრალოდ თვითონ არ იცის ჯერ ამის შესახებ და არ ეუბნებიან მას და რანაირად არ იცის ციცრუეში აცხოვრებს ბატონი რანაირად არ იცის ციცრუეში ხო ქართველერს ხო მთავარი აცხოვრებს ციცრუეში და კავკასია და რა ვიცი ალბათ TV პირველი და კიდევ ვინ არის ფორმულა ბატონ ბიძინს ციცრუეში აცხოვრებენ ან ვერ ეუბნებიან არ ეუბნებიან მაგალითად რას ნიშნავს რომ ბოლო 9 თვეში დაახლოებით რა ვიცი 100-მდე წერილი ანგარიში ამერიკიდან ევროპიდან ასე მეტი ეხება შენ კონგრესმენების ტვიტები განცხადებები პრესკონფერენციები ეხება შენ და წერენ რომ ნუ დემოკრატია საფრთხეშია საქართველოში კერძო საკუთრება არ არის დაცული პრობლემებია რეფორმებთან დაკავშირებით ყავთ პოლიტპატიმრები ხა არ ესმის ბატონ ბიძინს ეს ამბავი და როგორც ჩანს არც ეუბნებიან და ვინ კითხავს კინზინგერს და რა იცის რიშმა და რიშმა რო არის ეგ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რო არის და იმან რო დაწერა რომ უმწვავეს საშნელი წერილი და ესენი ეს რაღაცა კერძო მოსაზრება და ნუ არ ნიშნავს ერთი კონგრესმენი წელი და ტიპი აი მაგალითად რო ავიღოთ ბატონი რიში 1974 წელს აირჩიეს პირველად აიდაჰოს შტატის სენატში. ხო და ანუ ეს კაცი არის ამდენი წელი პოლიტიკაში. ხო და ის რასაც წერს რომ ამბობს რომ აი დემოკრატიაში პრობლემები გაქვთ, იმას ზუსტად იცის რას წერს. მაგრამ ხობახიძემ და თალაკვაძემ უკეთესად იციან. ანუ ყველაზე მაგარია რომ კირზინგერის წერილებს ქართველი ბოტები რო შეუსიეს რა. ეხა დაიდო სხვათა შორის დაიდო ანგარიში ქართველი ბოტები. ეხა დაიდო ანგარიში ქართველი ბოტები უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ, აი დეკემბრიდან მოყოლებული რაც ეს წერილები წამოვიდა მე Facebook-ზეც მიდევს საოცრებებს უწერენ კინზინგერს რომ შენ აი ინგლისურ ქართულად რაღაცა ქართულ ტერმინები გადაყავთ ინგლისურად ის ხო გახსოვთ monkey son of donkey მაიმუნო ვირიშვილო იმას რო უწერდნენ ნატოს გენერალურ მდივანს ქართველი ტროლები monkey son of donkey უწერდნენ და ეხა აი რაღაც ეგრე გადაყავთ ინგლისურად მაიმუნო ვირიშვილო გადაუტარგო სადრე Facebook-ში monkey son of donkey აუ ძალიან მაგარი დაახლოებით ეგეთი ამბავი ხდება კინზინგერის ტვიტებზე რა და მიდევს Facebook-ზეც რაღაცა შენ ვინ კითხავს შენ საკ ჯობლეს სენატორი ხარო თუ რა კონგრესმენი უსაქმური ხარო შენ საქმეს მიხედავ და რაღაცები და კინზინგერმა ხო უკვე ზეპირად იცის ყველა ქართველი ტროლის და ბოტის სახელი და უკვე ლაპარაკობს დაიდო დასკვნა ქართველი ტროლები უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და ვინაიდან ტვიტერი არის მაინც უფრო ესეთი სოლიდური პლატფორმა პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით და რეალურად იქ ვიგებთ ამ რაღაცას იქ არიან ჩაბუდებულები მოკლედ და ებრძვიან კონგრესმენებს და სენატორებს მე ვიცი რომ ერთ-ერთი სასიამოვნო და სახალისო საყურებელი შენთვისაც და ჩემთვისაც რა თქვა მიგაკ რომ არის მაგალითად იმედის ინტერაქტივები ხო მე ძალიან ხოლმე ყოველ სამშაბათს ვდებ მაგათ ინტერაქტივს სიამოვნება არის თან არის იცი ვუყურებ ხოლმე რას იცი რომ შევხედავ პერიოდულად გადავრთავ ხოლმე აი პროცენტი რამე ხო არ შეიცვალა რა არა დედამიწის ზურგზე ყველაზე სტაბილური თუ რამე არსებობს მზის სისტემა და galaktika არ არის სტაბილური როგორც აი იმედის ინტერაქტივის პროცენტი 97 მაქსიმუმ რაღაცა 97 აქ საჰაუს 15-მდე არა არა დახურავენ ტელევიზორს 95 არა გინდა 95 ახლა ნემრა აი ეხლავე შევავაზო რომ აი მაგალითად ინტერაქტივი თქვენი აზრით რომელ წლამდე უნდა იყოს ბატონი ბიძინა საქართველოს მართველი 2030 2050 და 2080 on ბოლოში აუცილებლად ჩხილებში უნდა ეწეროს ღმერთმა დიდხანს არ ეგ დათქმა თუ არ იქნა ეს პასუხი აზრს კარგავს იმიტომ რომ 2080 წელს იქნება
125. ხო და ერთმა დიდხანს არის ფსიქოლოგიში აუცილებელი. ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ესეთი რაღაცა მოვფიქრო იმ დღეს ზალიკო მყავდა უდუმაშვილი და ზოგადად რა ეს ჩვენ ჯგუფი გადავწყვიტეთ რომ ვერაფერს ვერ იზამთ იმედის ინტერაქტივად. არა, ვერ მოიფიქრებთ იმაზე მაგარს, რასაც ისინი არა, ჩვენც კარგები მოვიფიქრეთ, გაუგზავნეთ უკვე ერთი პარტია გაუგზავნეთ. იქიდან რამდენიმე მოეწონათ გააკეთეს უკვე. ხო და ეხლა მაქვს მეორე პარტია, თუ გინდა შენც შემიფასე როგორც ჟურნალისტმა, როგორ კაი იქნება რა. ინტერაქტივი. იყენებს თუ არა დედამიწის ბრუნვას ნაციონალური მოძრაობა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. დიახ, 100 ჯოული, არა 0 ჯოული. რა იყო ბითლზების დაშლის? მე იმ 100%-ში ვარ. რა იყო ბითლზების ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული ქმედებები? არა. აბა? ჯონ ლენონი შევიდა ნაცმოძრაობაში და მაგის მიერ დაიწყო. კი. 1 2 3 4 5 6 7 8 8-ის მერე ჩეულებრივი 9 მოდის თუ სისხლიანი 9 წელი. ჩეულებრივი. მერე საბავშვო ინტერაქტივის აქვს მაგალითად ალიც თუალა ნაციონალური მოძრაობა ესეთი აქვს. ალიც თუალა ნაციონალური მოძრაობა ციცხვლის მწმენი. ხო. ვინაურია ენები ბაბილონის მაცხოვრებლებს. მიხეილ სააკაშვილი 98. მე ვიცყვარ. ფასური კაია. ეს ერთ მომწონს მე და წაკითხავ. აბა. არის თუ არა ნაციონალები ყველა უბედურების თავი და ბოლო. დიახ 10%. რა თქმა უნდა 10%, რა საკვირველია 10%, აბა რა 10%, წყალი არ გაუვა 10%, კი 10%. მაგას კითხვა უნდა 10%, 30%. სანკაი. რაღაც თქმა ეგ. ნუ აი ესეთი მაგ მე უგზავნია მე. კარგია. დაგვასაკო. კარგი, ამაზე კაი. ინტერაქტივების რას გაუკეთებ ხო მე? განყოფილებაში მინდა მუშაობა. იმიტომ რომ ბოლო ისენი ძალიან ბანალურია რა, უკვე აღარ არის ისეთი. ნინო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მინდა ჩემგან მოკითხო ბატონ დავით აქობარდიას. არაჩვეულებრივი სტუმარი იყო, რომ იყო ჩვენს გადაცემაში და ძალიან გამიხარდა რომ მოვიდა. ძალიან დიდი პატივისცემით გადაეცით ჩემ მოკითხვა. დათოსაც გადაეცით მოკითხვა. კიდევ ის გადავწე ვალერი. ერბახიანს გადაეცით, გუბაზის გადაეცით. გუბაზი ხა თავარზე უფრო ხშირად არის ხოლმე მიდი და გადაეცით. წარმატებები ნინო ჯანგირაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა ნინო.